დედა ჩემი ყოველთვის ამბობდა, რომ ცხოვრება გავს Forrest Gump-ს. ძალიან სწრაფად გარბის. ეს ზაზაა, მამა ზაზუნა. ზაზას უყვარს ახალი ამბების კითხვა და კროსვორდების ჭამა. ზაზას უზომოდ უყვარს ჭამა და არასდროს არაფერზე ამბობს უარს, გარდა იმისა, რომ ზოგჯერ მაინც თვლას უარი ჭამაზე. როდესაც ზაზა დანაყრებულია, ის სიამოვნებით უყურებს მადის აღმწვრელ კლიპებს და მის ნაცვლად უკვე თვალი ჭამს და თვალი სვამს. ეს კი დედა ზაზუნაა, ნაზი. ნაზის უყვარს ისეთი ინდური სერიალები, სადაც ორ პატარა ფრაზას შორის 8458 მსუნակ სახეს აჩვენებენ. ნაზი კარგი კულინარია, ამიტომ ოჯახში ყველას მოხარშულს იცნობს. ნაზის საყვარელი ფრაზებია: "წადი ოღონდ იცოდი 10 საათამდე სახლში იყავი." "წვნიანი აუცილებელია კუჩისათვის. გეყოლება შენ შვილები და გაიგებ." ნაზი ეწინააღმდეგება იმაზრს, რომ ქალი უნდა იყოს კუხნაში, ამიტომ საჭმელს ყოველთვის საძინებელს შეამზადებს. ეს ზუკაა. ზუკას უძილობა და შესაბამისად ნევროზი აწუხებს. ამის გამო ზუკას ნერვები ეშლება ყველაფერზე. როცა სველი ფარდა ტანზე ეკრობა, როცა სუფში დიდ ხახვს აღმოაჩენს, ან როცა სიბნელეში კოღოს წვილი ესმის, მაგრამ ვერ ხვდება საიდან. ზუკა ყველა უსამართლობაზე თვალს ხუჭავს იმის იმედად, რომ ოდესმე ჩაეძინება და სიზმარში წიწიბურას სანაპიროსა და ბრინჯის ზღვას ნახავს. და ბოლოს თქვენ წინაშეა ზიზი. ზიზი მუდმივ დიეტაზეა და არაფერს ჭამს მიწისთხილის, ტკბილის იმინდის, ტომატ-პასტის, სეთისხილის, ქამასოკოს, ბრინჯის, სპაგეტის, ლობიოს ჭვრის, მაკარონის, წიწიბურას და ბარდას გარდა. ფორმაში ჩასადგომად ზიზი დარბის ყოველდღე, მაგრამ მძიმე რეალობისგან გაქცევას მაინც ვერ ახერხებს. ეს ზაზუნა ბაბუაა, ზეზვა. ასე ზის და ხმას არიღებს, მას შემდეგ, რაც უფროს შვილიშვილს მისი სახელი არ დაარქვეს. ზაზუნების ოჯახს სამი რამ უყვარს ცხოვრებაში: ჭამა, ჭამა და ჭამა. ამიტომაც ისინი ჭამენ ყოველთვის ყველგან და ყველაფერს და რასაც ვერ ჭამენ, საკუთარ საოჯახო მაღაზიაში ყიდიან. საოჯახო მაღაზია კი მდებარეობს სუნაკეთში, პატარა ქალაქში, საიდანაც ჩვენი ისტორია იწყება.